ენერგოვამპირის ნიშნები. მოусმინეთ ბოლომდე, რომ მიხვდეთ, როგორი ურთიერთობის გაგრძელება არ ღირს. ბოლო ნიშანი კი ყველაზე მნიშვნელოვანია. პირველი, ამ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ გძნობთ დაცლას, დაღლილობას, სიმძიმეს, ან საერთოდ შინაგან სიცარიელეს. მეორე, ადამიანი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თვითონ გრძნობს თავს ცუდად. როცა კარგადაა, თვეობით ვერ ნახავთ. მესამე, მასთან საუბრის შემდეგ გიჩნდებათ დანაშაულის განცდა, შფოთი, ან შეგრძნება, რომ რაღაცით ვალში ხართ მასთან. მეოთხე, ადამიანი, რომელიც მუდმივად წუწუნებს და არაფერს ცulis. მას გამოსავალი სულაც არ სჭირდება, უბრალოდ მას უნდა თქვენი ყურადღება, ენერგია და სხვა რესურსი. მეხუთე, არიან ადამიანები, ვისთანაც შეიძლება ავტომატურად გიჩნდებოდეთ მისი გადარჩენის და ხსნის სურვილი. მისი პრობლემების მოგვარების მაშინაც კი, თუ ეს რეალურად საერთოდ არ გინდათ. მეექვსე, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს ბედნიერებაზე სიცივით, გაუფასურებით და დისტანცირებით რეაგირებენ. ასეთ ადამიანებს უჭირთ სხვების წარმატების და ბედნიერების დატევა. მეშვიდე, ადამიანები, რომლებიც არღვევენ თქვენს საზღვრებს, ითხოვენ დაუყოვნებლივ თქვენს პასუხებს, ყურადღებას, დახმარებას და თუ მაშინვე არ უპასუხეთ, წყინთ და იბუტებიან. მერვე ნიშანი არის, როცა რაღაც ემართება ადამიანს და თვლის, რომ თქვენ უნდა მოუგვაროთ მორიგი დრამა. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ თქვენი ინტუიცია დიდი ხანია გკარნახობთ, რომ ასეთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თქვენ ცუდად გრძნობთ თავს, მაგრამ შესაძლოა ბოლომდე არ უსმენდით ამ შინაგან ხმას. დარწმუნებული ვარ, ამოიცნობდით ვინმეს თქვენი გარემოცვიდან. ასეთ ადამიანებთან სჯობს მაქსიმალურად შეზღუდოთ ურთიერთობა. კონსულტაციისთვის მომწერე პირადში.